რა ხდება, როცა წიგნებს არ სძინავთ? ბიბლუსის ფილიალი ნამდვილ ლიტერატურულ თავგადასავლების სივრცედ გადაიქცა. პალიტრაელის ღამე ბიბლუსში დეტექტივის, თრილერისა და საშინელებათა ჟანრის წიგნების მოყვარულებისთვის იყო განკუთვნილი. სტუმრებს დახვდათ დეტექტივის, თრილერისა და საშინელებათა ჟანრის წიგნები ფასდაკლებით, სხვადასხვა თემატური სიურპრიზები, თამაშები და გემრიელი კოქტეილები. ასევე მისული სტუმრებისთვის აგათა კრისტის კლასიკა, შუა ზაფხულის საიდუმლოება ლიმიტირებულად მხოლოდ ამ დღისთვის სპეციალურ ფასად იყო ხელმისაწვდომი. დიდი ამბები დატრიალდა ბიბლუსში. 10 მკვლელობა სახუმარო საქმე არ არის. საქმეც გავხსენით, მკვლელობაც გამოვიძიეთ. ვითამაშეთ, კვესტიც ამოვხსენით. რა ვიცი, ზოგადად დეტექტივი და თრილერი ჩემი საყვარელი ჟანრებია და არ შემეძლო რომ არ მოვსულიყავი და ძალიან არჩვალებრივი ატმოსფერო არის შესაბამისი და მე მგონი ყველამ ისი ამოვნა. პალიტრა სტუდიამ პალიტრაელთან კოლაბორაციით გავაკეთეთ პროექტი ღამე წიგნებს არ ძინავთ, სადაც გავაცოცხლეთ აგატა კრისტის სხვადასხვა პერსონაჟები. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი ნამუშევარი გამოვიდა სტუდიის. ამ შემთხვევაში ინტერესიც საკმაოდ დიდი არის, როგორც ხედავთ ხალხის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ არაერთი ესეთი პროექტი იქნება და სხვადასხვა წიგნების გაცოცხლება შევძლებთ და ჩვენს მკითხველს შევთავაზებთ ბევრ ახალ და საინტერესო ამბებს. საშინელებათა ჟანრი ეს იყო საღამო, სადაც წიგნები ჩურჩულებენ და გულს უჩქარებდნენ თითოეულ იქმყოფს. დამსწრე საზოგადოებიდან ყველა მათგანი ამბის მონაწილე იყო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ყოფილიყვნენ მთავარი გმირები. მონაწილეებმა შეაბიჯეს ღამეში, სადაც ყველაფერს ძინავს წიგნის გარდა.